მოგესალმებით, მე ვარ ოზურგეთში ახლა, ამ წამს კერძოდ ნიკოლაძის ქუჩაზე ვარ. ნიკოლაძის ქუჩაზე აგერ ახლა არ ვიცი, იქნებ შეიძლება და გამოჩდეს სახლის სახურავი ჩაიტანა თოლმა და თვითონ მეზობლები ბიჭები არიან ზემოთ ასულები და რავი თოლავენ და რაღაცა შეიძლება ეშველოს. ისე მე ანასეულში ვცხოვრობ, აქედან არის 5 კილომეტრი ქალაქიდან და რა ვიცი, კატასტროფული მდგომარეობა, გზები, ფაქტორია, თავარი გზებიც არ არის გაწმენდილი. აი ამ ნიკოლაძის ქუჩაზე ჩემს უკან ხედავთ ახლა ეგ გზა არის, რომელიც ამ ქუჩაზე შემოდის და მე ეგეთ ჯორჯიაშვილს უერთდება და რა ვიცი, მთელი დასახლება არის როგორ იცი, აი მანქანებმა რო გაიარა და გაწმინდა და ეგ არა, ნამანქანი საბურავის ნაკვალები, მეტი არაფერი. ფიქრობდი რომ მანქანას გამოვიყვან მეთქინ, თუ აბზუსში მინდოდა გასვლა. ეიდა ჩემს რაღაცაები წავუღო მეთქინ და ნუ პატარა მანქანა მყავს, ახლა ჯიპი არ მყავს და შანსი არ მაქვს აქ ვერ გაევლის ადამიანი რა და ანუ ერთ-ერთი ცენტრალური გზა ასე გამოიყურება, ხო, ახლა თქვენ რასაც გვაჩვენებთ ჩანს კადრში. ახლა მე გაგცემთ, ანუ ნიკოლაძის ქუჩისკენ მიმავალ გზას, რომელიც იქეთ ზვანის უბანს უერთდება რა და ანუ ცენტრალური გზებიც, მაგალითად ანასეული და რომ მოვდივარ ეგ ბათუმისკენ ცენტრალური გზა დასასვლელი არ არის გაწმენდილი რა. აღდად არ არის გაწმენდილი გუშინ, ახლა ვიტყვი ნახდათ რომ ამით ავედი ანასეულში და ტრაქტორი იყო თვითონ ჩემს დასახლებაში, ოღონდ ჩემს უბანში არა, ქვემოთ ზემოთ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა ვიცი, მაინც ანუ სისტემატურად უნდა მუშაობდეს ეს ტექნიკა, თუ კი არის ამის საშუალება, თორე ეგრე არ გამოვა, ისიც ნორმალურად არ არის გაწმენდილი არაფერი არსად რა. და ნუ ახლა რამე რო დაჭირდეს ადამიანს, ცუდად გახდეს და სოფლებში კატასტროფული მდგომარეობა, სასწრაფო რო დაჭირდეს, რაღაცა რო დაჭირდეს, რა ვიცი მე რა ეშველება ამ ხალხს არ ვიცი რა. ჩვენ კიდე რაღაცას ვახერხებთ, ფეხით მაინც ჩამოვდივარ ხოლმე რა. აი რას ახერხებთ? ანუ ფეხით ჩამოდიხართ რა მანძილზე, ხო ეს რომ გითხრათ, აი რა პირობებში გიწევთ ახლა ამ დღეების განმავლობაში მანდ ცხოვრება, იგივე გადაადგილება? ჩემი სახლიდან მოვდივარ და ფეხით თუ მომიწია წამოსვლა, თუ თქვა არ გამოიარა ვიღაცა ტრაქტორმა რაღაცამ და ვიღაცას ჯიპმა, მაშინ 5 კილომეტრი ვიწევს ქალაქამდე რომ ჩამოვიდე რა და 5 კილომეტრი მერე უკან უნდა იარო ისევ და რა ვიცი, ძალიან ცუდი მდგომარეობა, აგერ სახლი ჩაიგრა, სახურავი ჩაიტანა რა, შარშან გაკეთებული არის ეგ, შარშან გააკეთეს. გადახურეს ნიკოლაძის ქუჩაზე, აგერ აბიცები მუშაობენ რა. ზემოთ იმ ჩაგრეულზე რა ვიცი, გურდგანანი რა, ეგეც საშიშია კიდე სულას ჩავარდი. კი ბატონო, რამდენად საშიშია, მანდ ვითარება, ეხა ეს ცხადია არის კითხვა, მაგ ადგილას მუშაობა რამდენად უსაფრთხოა ამ ადამიანებისთვის, ან თუ მოვიდნენ ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, თუ აქვს აზრი ვითარების სირთულიდან გამომდინარე მათთან კომუნიკაცია საერთოდ მათ გამოძახებას? ამბობდნენ თვითონ და მუშაობენ რა, ქვემოთ თვითონ ცხოვრობენ და 5 სართულიანი სახლია ეგა და უსაფრთხო არაფერი არ არის, სახლი კი არა, რა ვიცი, ამ ცხოვრებაში რა არის რამე უსაფრთხო დღეს. საფრთხე შეიცავს ყველაფერია თქოებულად და ავი ამოდი ამ ბიჭები აგერ კიდე დასახმარებლა და რა ვიცი მედია ეხმარებიან აგერ ჩანსეთ. კი ბატონო, ხო, პირველად საჭიროებებზე რისი თქმა შეგიძლიათ სახლის, ახლა თქვენ გვაჩვენეთ კონკრეტული შენობა, სადაც სახურავის გრევის პრობლემა, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი სოფლებიდან თავარშიშზე ლაპარაკობს და ეს არის სწორედ სახლების ჩამოგრევის შიში, იმიტომ რომ ბევრ სახლში მოხუცი იმყოფება მარტო ან ანუ შეხედეთ, მე მაგალითად ჩემი პატარა სახლი მაქვს, კუხნა სახლი გადავთვალე გუშინ ანასეულში და რა ვიცი, დაახლოებით მეტრო ნახევარზე მეტი თოვლი იდო სახურავზე რა და ეგ თოვლი კიდე თოვს ახლა ამ წამს თოვს რა ვიცი ხედავთ მგონი რა ეგ კიდე რო დაემატება ამას რა ვიცი რა იქნება აღარ ვიცი კატასტროფული მდგომარეობა ვითარებას ართულებს ისიც რომ ამინდი პრაქტიკულად არ გაუმჯობესებულა წუხელთოვ და ახლაც ინტენსიურად თოვს არა ღამით არ იყო თოვა კიდე კაი ღმერთმა გვიშველა რა და ახლა ნუ თოვს რა კიდე თოვს და რავი და რომს გაწვიმდეს კიწვი მადნობს თოვს მაგრამ დაამძიმებს და ეგ კიდე უარესია და რა ვიცი რაღაცა მობილური ჯგუფები რაღაცაები რო იყოს კიდე კარგი ბიჭები არიან ნუ სოფლებში ჩამოვიდნენ რა და გვეხმარებიან გასულები არიან სოფლებში და ახლობ ხოლმე როგორ
ანუ მთავარი მოთხოვნა არის ტექნიკის ინტენსიური გადაადგილება, ხო? ტექნიკა თუ ინტენსიურად არ იმოძრავა და არ წმინდა გზები, მისასვლელები ისე არ იქნება, არ არსებობს რა. ახლა მინდა კიდევ თქვა რა, მართლა 85 წელი ოიძახიან და 1985 იყო რა, ჩორევარ 2 მეტრი თოვლი იყო და გზა და არ გაჩერებულა. ინტენსიურად მუშაობდა ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში დადიოდა. ნუ ერთხელ რო გაწმინდა და მერე წადი. შანსი არ არსებობს, ეგრევე კიდე გასაწმენდია ეგა რა და ანუ საკმარისი ტექნიკა არ არის მაშინ, ნუ არ არიან მზად, ანუ და რა ქნა სამხალხო. დიდი მადლობა. დაართულია ეგრე რა. ყველაფერს ცდილობს რა. კი ბატონო, დიდი მადლობა უსაფრთხოდ ყოფნას გისურვებთ პირველ რიგში. დაგემშვიდობებით ვახო ჩხარტიშვილი ოზურგეთიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. სამწუხარო ამართლაც რომ ამინდი არ არის გაუმჯობესებული, თოვდა კიდეც ეს ხილ ჩანდა კადრში. ჩვენ ახლა